მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. დღეს ოზურგეთის საკრებულოს ხდომაზე მერიის სამსახურებისა და მერიის მიერ დაფუძნებული აიპების 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები მოისმინეს. ძირითადად შეფასებები პოზიტიური იყო, თუმცა გაჟღერდა რეკომენდაციები და რჩევები, რომელიც აღნიშნულმა სამსახურებმა მოისმინეს. ამავე ხდომაზე ითქვა, რომ ოზურგეთის მერიაში არსებულ 16 ვაკანტურ ადგილზე სავარაუდოდ კონკურსი გამოცხადდება და მერია ახალ საჯარო მოხელეებს მიიღებს. ადმინისტრაციის უფროსის გენო მორჩილაძის განცხადებით მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რადგან თითოეული საჯარო მოხელის მუშაობა საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის აუცილებელია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფიქსირდება 16 ვაკანტური ადგილი. ვაკანტური ადგილების შევსება, რა თქმა უნდა, ეს კონკურსის წესით ხორციელდება. გვაქვს დღის მდგომარეობით უკვე ვაკანტური ადგილები, როგორც პიარის მიმართულებით, გვაქვს ვაკანტური ადგილები სხვადასხვა სამსახურების მიმართულებით. მერიას სჭირდება კადრები, იმ გამოცდილებებით და პროფესიონალიზმით, რომლის მიმართულებითაც სამსახურებში არის დღესდღეობით ვაკანტური ადგილები. შესაბამისად, გეგმა უნდა ვფიქროთ კონკურსების გამოცხადებას, როცა მერიის მუნიციპალიტეტის ძლიერი გუნდი უფრო გავაძლიერო და შესაბამისად რეაგირებები მოქალაქეების მოთხოვნებთან დაკავშირებით ღირსიერად, დროულად იყოს დაკმაყოფილებული. დღევანდელ ხდომაზე ისაუბრა მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამაც, რომელმაც აქცენტი ელექტრონული ბიუჯეტის მნიშვნელობაზე გააკეთა. მისი თქმით, ეს მოდელი ხელს მეტ გამჭვირვალობას და ეფექტიანობას შეუწყობს. ელექტრონულ სისტემაშია ჩართული ბიუჯეტი, რასაც ვადგენს ეთდება საკრებულოზე ელექტრონული ფორმით ხდება როგორც ხაზინის ისე ბიუჯეტის პროგრამა. ეს არის კიდევ ერთ-ერთი მექანიზმი დაცვის, ასე ვთქვათ, ნებისმიერ რომ ვთქვათ ან შეცდომით არ მოხდეს თანხების გადარიცხვა და ასე შემდეგ, და მთლიანად კონტროლს ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს კონტროლს და ვფიქრობთ ეს არის აგრეთვე ასე ვთქვათ ეფექტური მექანიზმი იმის, რომ ეს იყოს გამჭვირვალე მოქალაქეებისთვის და ჩვეულებრივად ის ანგარიშები ეფექტურად იყოს წარდგენილი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს ანგარიშები მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი რომ ნახონ. კიდევ ამზადებ, ასე ვთქვათ, გზამკვლევს მოქალაქეებისთვის, რაც მარტივად აღსაქმელი იქნება და გასაგები ბიუჯეტის მიმდინარეობის პროცესი და ის პროგრამები, რაც არსებობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის რეალობაში. მიმდინარე წლის 14-15 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში მინი ოპერაციებს ჩაატარებს. დღეს ოზურგეთში ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ოფისში ტარდება ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები. ბენეფიციარებს წარმოადგენენ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. პაციენტებს უტარდებათ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, ასევე ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და კვლევები, ურიგდებათ სათვალეები და გადაეცემათ გლუკომეტრები ისეთ პაციენტებს, რომელსაც გამოუვლინდებათ გლუკოზის მაღალი ციფრები სისხლში. ჩვენი კლინიკა უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან, გაფორმებული არის მემორანდუმი და გარკვეული პერიოდულობით ხდება რეგიონებში ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების გასინჯვა. ეს არის ჩვენი მორიგი ჩამოსვლა ოზურგეთში. დღეს ტარდება მორიგი აქციას დიაბეტური თვალის კლინიკა საქართველოს სპეციალისტების მიერ ვეტერანებისა და ვეტერანის ოჯახის წევრებისთვის. ამ აქციის ფარგლებში ხდება როგორც თვალის გამოკვლევა, ასევე ენდოკრინოლოგის სპეციალისტის კონსულტაცია და გამოკვლევები, რჩევა დარიგებები, რა თქმა უნდა. რიგდება ასევე ამ აქციის ფარგლებში სათვალეები დანიშნულების შესაბამისად და ასევე რიგდება შაქრის საზომი აპარატი ან ვაუჩერები.
დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლაინოსების თვალის კლინიკის ყველა ექიმს და ყველა მომსახურე პერსონალს. ძალიან კარგია ოზურგეთისთვის ესეთი აქციები. მე შარშან მქონდა თვალის პრობლემები, ექიმების დახმარებით აღმოფხვრილია პრობლემები და მინდა რომ ხშირად იყოს, იმიტომ რომ თვალი ისეთი ორგანოა, ასაკის მატებასთან მიხედვით, ასაკის მატების მიხედვით, ყოველთვის იცვლება მისი ფუნქციები და ძალიან მოხარული ვიქნებით თვალის კლინიკის ჩამობრძანებით და მათი კეთილსინდისიერი მომსახურების გაწევით. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს შესახებაც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებით 6 მარტიდან ამოქმედდა და ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებები შეფასებების თემაა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე მხარს უჭერდით, რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს, ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, იმაზე როგორ გადავარჩინოთ, ასე რომ ძალიან შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. საქართველოში არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვიცით, რა სურს ქართულ ხალხს და რას იმსახურებს, მაგრამ ამ მთავრობას არც ქვეყანა და არც ხალხი არ მიყავს ევროპული გზით. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეასრულებს ევროპისადმი ვალდებულებებს იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს. ფინეთი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და არა მხოლოდ ვაკვირდებოდი სიტუაციას, არამედ ვიმყოფებოდი საქართველოში ძლიერი სოლიდარობის გამოსახატავად ქართველი ხალხის მიმართ, რომლებსაც უწევთ ცხოვრება რეპრესიების პირობებში. ბოლო დროს მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებას და ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და მოსკოვის მექანიზმი მოიტანს სწორ შედეგებს, მაგრამ როგორც ევროკავშირი ჩვენც უნდა ვიყოთ ფხიზლად. ევროკავშირის გარშემოც იქცევა მთელი მსოფლიო და გადაწყვიტეს, რომ ასევე ყურადღება და დრო დაუთმონ საქართველოს მაშინ, როდესაც არანაირი წინაპირობა ამისი არ არის. მე მათ შემიძლია გაუგზავნო რუკა და იქნებ ისწავლონ, დახედონ, სად არის რეგიონი. ზოგიერთი მათგანი ვნახეთ, რომ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ან ირანი სად არის და ან რეგიონი სად არის. ამიტომ ქვეყანაზე ასეთი ზედაპირული შეფასებების ნაცვლად მე ვისურვებ და ვურჩევდი, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, როდესაც არის ხოლმე საუბარი, რომ ჩვენ კიდე განვიხილავთ რა შეიძლება გააკეთონ. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის აქ საჭირო, რაც უნდა გააკეთონ არის, რომ დიალოგის კარგი არ უნდა მიიჯახუნონ, უნდა დაასხნენ დიალოგის მაგიდაზე, პრობლემებს გაუსწორონ თვალი. ყოველთვის და ყველა სამწუხაროდ აქვს ცდელობა და არაერთხელ გაუცხადებიათ მათ შორის ეს საჯაროთაც, რომ აუცილებელია შეიცვალოს ქართული ოცნება, რადგან ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დავალებას და არა კალასების, კოსების და მათი პატრონების დავალებას. სამწუხაროა, რომ ახლა ევროკავშირი პატივს არცემს იმ ფუნდამენტურ და ფუძემდებულ დოკუმენტებს და მათ შორის იმ მთავარ ღირებულებას, რაც არის მშვიდობა, ადამიანის უფლებები, ქვეყნებს შორის თანასწორი ურთიერთობა და ამ თანასწორი ურთიერთობიდან გამომდინარე ურთიერთობის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასვლა, როდესაც ორგანიზაცია საკუთარი წევრი ქვეყნების ინტერესებს არ ითვალისწინებს, რა გასაკვირია, რომ ჩვენზე განსაკუთრებული თავდასხმა ხორცელთ. ლელოს ინიციატივა, რომ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები დაიწყოს ქართულ ოცნებასთან და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, პოლიტიკური განცხადებების თემაა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მათი თქმით, არსებული კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ასევე აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ლელოს განაცხადი მიესადაგება ერთ ძალიან მარტივ დოქტრინას, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეიყვანა კრიზისში და კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. პრინციპულად ლელო გააგრძელებს წინააღმდეგობას, პრინციპულად ლელო გააგრძელებს ბრძოლას იმ მარტივი ფორმულით და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ივანიშვილმა მიატოვა საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები. უფრო მეტი მკაფიობა ჭირდება
რა საკითხებზე, ვისი მედიაციის საშუალებით, რა პოზიციისგან, ვისთან უნდა მოხდეს დიალოგი, კიდევ ერთხელ ვამბობთ, დღეს ოცნების მხრიდან დიალოგის არანაირი წინაპირობა არ ჩანს. შესაბამისად, ოპოზიციამაც, პოზიციამაც ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი, დიალოგი გარდაუვალია ამ მიმდინარე პროცესში, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს სწორ დროს, სწორი აქტორობის ჩართულობით და ბუნებრივია მთავარი გასათვალისწინებელი რაც არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესი. ლელოის პარტია, რომელიც ყოველთვის ნაბიჯზე არგოს კონსტიტუციას, ეს არის პირდაპირ კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პოლიტიკური პარტია, როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ისე მათი პატრონები ამბობენ ერთ მარტივს, რომ ჩვენ დემოკრატიული პროცესების ან არჩევნების შედეგად ვერ ვცვლით ქართულ ოცნებას და ქართული ხალხი და ქართული ოცნება ისევ ერთად დგანან, იმიტომ რომ ერთია ის ინტერესი, რომელსაც ემსახურება ჩვენი ქვეყანა და ჩვენ საბამისად ჩვენი გუნდიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონვე თქვათ უარი ქართული ხალხის მსახურებაზე და დავემორჩილოთ კოლექტიური ნაცმოძრაობის პატრონებს და გადავაბაროთ ხელისუფლება. ეს არის დიახაც, რომ ყველაზე არადემოკრატიული რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლება და შესაბამისად ქართულმა ხალხმაც, რაც რა თქმა უნდა არ გამოვა. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, მათ პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ლელოსაც რაც შეეხება, მათ ჩვენთან, ან ჩვენ მათთან არაფერს ალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკონ მათმა ზოგიერთმა წევრმა, ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტში შეხვედრა საცალო ქსელების მსხვილი ოპერატორების წარმომადგენლებთან გაიმართა. განიხილეს სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები. დასკვნა და რეკომენდაციები ორ კვირაში მომზადდება. ამის შემდეგ კი კომისია უკვე საწვავისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. გვინდა მივიდეთ იქ, რომ საბოლოო ჯამში სექტორში ურთიერთობები გახდეს მაქსიმალურად გამჭირვალე, ბიზნეს პროცესები გრძელვადიანი და პროგნოზირებადი და საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი სექტორი, რომელიც იქნება მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ მოსახლეობას მიიღოს საუკეთესო ფასი. თქვენს გეხდებათ, რა თქმა უნდა, თქვენი მოსაზრება, რათა ჩვენი მოსახლეობისათვის ესა თუ ის პროდუქტი მივაწოდოთ შესაფერის დაბალ ფასად მაქსიმალურად. კი გამბობთ, იქ 3-4%-იანი ნამატია. შეიძლება თუ არა თამბაქოზე გავხადოთ 20% და 1%-ზე დავიყვანოთ პურზე და შაქარზე და კარაქზე. როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით, დისტრიბუტორების მომგებიანობის მარჟა სადღაც 12-13%-ის ფარგლებში იყო. დღეს ეს დაიწია სადღაც 8%-მდე არის, თუმცა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია ვიდრე რიტეილერის მომგებიანობის მარჟა. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად Carrefour-ზე, ვსაუბრობ ზოგადად ინდუსტრიაზე. ეს გარკვეულწილად არ არის ჯანმრთელი ციფრი. რამდენადაც შეუძლებელია რგოლს ღირებულების ჭარბში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას და ყველაზე დიდი რისკი აქვს ბიზნესის შექმნას ამ მიმართებაში, აქვს ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა. Carrefour-ს პრაქტიკულად სადღაც break-even-ზე ვართ, 1%-მდე აქვს, 0.3% აქვს ნოპატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარის შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ქალი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების აქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით 17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, ოზურგეთში ხვალისთვის მოსალოდნელია სითბო 10 გრადუსი, მაგრამ ასევე მოსალოდნელია წვიმაც. ლანჩხუთში და ჩოხატაურში ასევე იქნება წვიმა, რაც შეეხება ტემპერატურას, ლანჩხუთში მოსალოდნელია 14 გრადუსი სითბო, ხოლო ჩოხატაურში 11 გრადუსი. რაც შეეხება დაბა ურეკში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდები ხვალისთვის და ტემპერატურა 12 გრადუსის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება დედაქალაქს თბილისში ნავარაუდებია მზიანი ამინდი და ტემპერატურა 14 გრადუსი. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.